გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ გადაცემაში თქვენთან ერთად შევეცდები გავარკვიო თუ რატომ არ მოხდა აჭარის ავტონომიის გაუქმება 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც ამას აცხადებდნენ თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ლიდერები. მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან. ის ფაქტი, რომ აჭარა დღემდე ავტონომიურ სტატუსს ფლობს, რეალურად ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაწყებულმა პროცესებმა განაპირობა. კერძოდ იმან, რომ მე-16 საუკუნიდან საქართველო ირან-ოსმალეთს შორის დაპირისპირების პლაცდარმად გადაიქცა. ამ პერიოდში ეს ორი დიდი იმპერია გამუდმებით ებრძოდა ერთმანეთს საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად. მოგეხსენებათ, საქართველო ამ დროს ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად იყო უკვე დაშლილი. ცალკე იყო სამცხე საათაბაგოც, რომელსაც ჯაყელთა საგვარეულო ედგა სათავეში. ირან-ოსმალეთის დაპირისპირებაში ჯაყელები და სხვა მესხი თავადები ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იჭერდნენ. ზოგჯერ კი საერთოდ ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ემოქმედა. აქ ისმის კითხვა, მაინც რამ განაპირობა ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე საათაბაგოს პირდაპირ მიერთება, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენმა ქართულმა სამეფო სამთავრომ მოახერხა ასე თუ ისე დამოუკიდებლობის და ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ამის მიზეზია ორი რამ. პირველი, სამცხის მოსახლეობის გამაჰმადიანება, გათურქება, რაც რა თქმა უნდა ნებაყოფლობით არ მომხდარა, არამედ მოხდა ძალიან დიდი ზეწოლის და ძალიან დიდი ძალადობის ხარჯზე, ხოლო ამან ავტომატურად ამ ხალხის ქართული სამყაროსგან გაუცხოვება გამოიწვია. შეგახსენებთ პარალელებს დვალებთან და პარალელებს ისტორიულ აფხაზებთან, რომლებიც გააფსუების გზას დაადგნენ დაახლოებით იგივე პერიოდში. და მეორე მიზეზი ეს გახდათ ის, რომ სამცხელ დიდგვაროვნებს შორის შიდა ფეოდალური დაპირისპირების და შეუთანხმებლობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობდა როგორც ჩანს, რამაც სრულ ჩიხში შეიყვანა მთელი ეს მხარე და ამის შედეგად სამცხე საათაბაგოს ტერიტორია ჯერ შემოიერთა პირდაპირი წესით ოსმალეთის იმპერიამ, ხოლო შემდეგ აქ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული გურჯისტანის ვილაიეთი და დაიწყო ოსმალური ბატონობის ხანა. მაგრამ მე-19 საუკუნეში რუსეთის კავკასიაში შემოჭრამ გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. ოსმალეთის იმპერიამ რუსეთის იმპერიას ჯერ ადრიანოპოლის ზავის თანახმად 1829 წელს სამცხე ჯავახეთი დაუთმო, ხოლო შემდეგ უკვე 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ისტორიული მესხეთის შემდეგი პროვინციები: აჭარა, შავშეთი-მერხევი, კლარჯეთი, ერუშეთი, ჩრდილი, კოლა, არტაანი და ამიერტაო. 1917 წლის რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერია დაიშალა. 1918 წლის მარტში ბრესტის ზავის შესაბამისად ოსმალეთმა კვლავ დაიკავა მესხეთი, თუმცა იმავე წლის ნოემბერში ეგრეთ წოდებული სამთა კავშირი, ანუ ოსმალეთის, გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის კოალიცია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და ოსმალეთს მუდროსის ზავის პირობებით საკმაოდ დიდი ტერიტორიის, მათ შორის აჭარის დათმობაც მოუწია. ამ პერიოდში ბრიტანეთის ხელისუფლება, როგორც გამარჯვებული ანტანტის წარმომადგენელი, აჭარას წელიწად ნახევრის განმავლობაში აკონტროლებდა. ამ დროს აჭარაში იყვნენ როგორც პრორუსულად, ისე პროთურქულად განწყობილი ძალები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თუ აჭარა დანარჩენ კავკასიასთან ერთად რუსეთის ფარგლებში შევიდოდა, ის ავტონომიას მიიღებდა. ასევე ავტონომიის მიღების იმედი ჰქონდათ პროთურქულ ძალებს იმ შემთხვევაში, თუ აჭარა თურქეთს შეუერთდებოდა. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება. იმავე წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან ბრიტანეთის ჯარის ეტაპობრივი გასვლა, რაც დასრულდა 1920 წლის თებერვალში. საბოლოოდ ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით 1920 წლის ივლისში ბათუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით ქართული ჯარი შევიდა.
დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის. აჭარის მეჯლისს, ანუ საბჭოს მართავდა, როგორც მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძე. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა კიდეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაში, მაგრამ ავტონომიის დაარსება საბჭოთა ოკუპაციის გამო ვერ მოესწრო. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ ავტონომია ყალიბდება იმ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობა ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. აჭარა კი ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ავტონომია არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით ჩამოყალიბდა. მაგრამ ეს მაინც ზედაპირული მიზეზია, რადგან სინამდვილეში აჭარის ავტონომიის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა. ბათუმი ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა და ამიტომ მასზე კონტროლი გადამწყვეტი იყო. 1921 წლის მარტში ბათუმის დასაკავებლად აჭარაში თურქეთის არმია შემოვიდა, რომელიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით მოხალისეებისგან შემდგარმა ჯარმა დაამარცხა და აჭარიდან განდევნა. ეს ვითარება გახდა წინაპირობა იმისა, რომ 1921 წლის 16 მარტს, როდესაც საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, ჩამოყალიბდა დებულებები, რომელიც შემდეგ აჭარის ავტონომიას დაედო საფუძვლად. ამის შესაბამისად, იმავე 1921 წლის 16 ივლისს ბოლშევიკურმა მთავრობამ აჭარის ავტონომია გამოაცხადა. საბოლოოდ, ასეთი ხელოვნური და გარეშე აგრესიული ძალების მიერ თავსმოხვეული მიზეზებით შექმნილი ავტონომია წესით და რიგით საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღზევებისა და ამ მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 1991 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ აჭარაში ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხზე. თუმცა საუბრის იქით მაშინ საქმე არ წასულა. ნაცვლად აჭარის ავტონომიისა გამსახურდიას მთავრობამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო, როგორც ოსი სეპარატისტების მიერ სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხო ღონისძიება. ხოლო აჭარაში ასლან აბაშიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი ავტონომიის მეთაურის პოსტზე. დღესაც ძნელი წარმოსადგენია და მით უმეტეს ეროვნული მოძრაობის აღზევების წლებში კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო, რომ აჭარაში ვინმეს წინააღმდეგობა გაეწია ავტონომიის გაუქმებაზე. მაგრამ რატომ არ მოხდა ეს ამბავი გაურკვეველია. თუ ამას სიფრთხილით ავხსნით, გაუგებარია სიფრთხილის გამოჩენა, რატომ დაჭირდა მაშინდელ ხელისუფლებას ძირძველ ქართველებთან მიმართებით, მაშინ როდესაც ოსებისთვის ასევე ხელოვნურად შექმნილი ავტონომიის გაუქმებაზე უკან არ დაიხია და ჩვენ ვიცით, რომ ამ ნაბიჯმა ნებაუნებლიეთ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა შიდა ქართლში სამხედრო კონფლიქტის გასაჩაღებლად, რასაც რა შედეგებიც მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. თუ აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე ხელის აღების მიზეზად ვივარაუდებთ საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ იმას, რომ შეიძლება ამით გამსახურდიას მთავრობა თავიდან აიცილა თურქეთთან და ასევე რუსეთთან შესაძლო გართულებები, მაშინ რატომ არ მოერიდა იგივე ხელისუფლება რუსეთის მხრიდან გართულებებს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება. მოკლედ ამასთან დაკავშირებით ალბათ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ, რაც ნამდვილად იცის თითოეულმა ჩვენთაგანმა, არის ის, რომ აჭარლების ერთგულება და სახელმწიფოებრივი შეგნება არაერთხელ დამტკიცებულა საქართველოს ისტორიაში და ამის ნათელი დადასტურება იყო ისიც, რომ 90-იან წლებში აჭარაში აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსი სეპარატისტული წიაღისეულები აზრადაც კი არავის მოსვლია. იაქტიურეთ, გამოხატეთ
ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, მადლობას გიხდით არხის ერთგულებისთვის, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.